დღეს გავაკეთოთ პატარა პრაქტიკა შინაგანი ველის ჰარმონიზაციისთვის. ის, ვინც ეძებს თავის თავს, იმათვის, ვინც ვერ ხედავს სტაბილურობას და იმათვის, ვინც უკვე გამოგვიძების გზაზეა. ყოველი თქვენგანი ვარსკვლავია თავისი ცხოვრების და კოლექტიურად თქვენ ხართ მთელი პლანეტის განმანათლებლობა. ჩართეთ თქვენი ნათება, თქვენს მაგერად ამას არავინ არ იზამს, რაც თქვენს ირგვლივაა, თქვენი სარკეა. მოდით ახლა გავაკეთოთ პრაქტიკა. დახუჭეთ თვალები, შედით თქვენ შინაგან ველში და იგრძენით სხეულის მოდუნება. სადმე თუ იგრძნობთ დაძაბულობას, ესე იგი იმ ადგილს უნდა უფრო მეტი ყურადღება. ისუნთქეთ. სუნთქვა უნდა იყოს ზომიერი, მშვიდი, ცოტათი უფრო ღრმა, ვიდრე ჩვეულებრივ. მოდუნდით. იგრძენით მთელი სხეულით, თუ როგორ ხართ ძალიან სასიამოვნო ადგილას, სადაც ძალიან კარგად ხართ. აი ისე თითქოს მკერდში ნეტარება ჩაიღვარა. ეს შეიძლება იყოს სახლი, სადაც არ გჭირდება როლების თამაში. ან რაიმე ისეთი ადგილი, სადაც დადებითად იმოხტები. იქნებ ქვეყანა, რომლის მონახულებაზეც ოცნებობდი. სითბოა, კომფორტია, მოადუნეთ მხრები, სახე და იგრძენით ფეხიდან, როგორ შემოდის ენერგია მთელ სხეულში. ვაკვირდებით. შეიძლება გაჩნდეს ტრემორი, კუნთების უნებლიე მოძრაობა, კანკალი, რხევა ფეხების. თავარი არის, ახლა ვიტყვი, ენერგიას არ ვატარებთ სხეულში, სანამ პლომბი ადევს პირველ ჩაკრას. ბლოკი. თორემ ეს ენერგია მთელ სხეულში ნაწილდება. ეს არის ქიმიური აფეთქებასავით. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ძალიან კომფორტული ადგილი, სადაც თქვენ იქნებით განმარტოებით და შეძლებთ შეივსოთ. ეს თქვენი სივრცეა და თქვენ ახლა სიმშვიდეში ხართ. არაფერი არ გაწუხებთ, უსაფრთხოდ ხართ. კარებს იქით დატოვეთ თქვენი პრობლემების ყუთი. გააფართოვეთ ახლა თქვენი სივრცე და იგრძენით დეტალები იმ ადგილას, როგორ არის გაკეთებული. თქვენი გემოვნების მიხედვით ყველაფერი ლამაზია, ნატურალურია. შეიძლება გარშემო ჩიტებია. თქვენი პარტნიორი, ისიც გვერდითაა. თქვენი ტყუპი სულია. შეიგრძენით, როგორ გიყურებთ თვალებში. მერე მხრებზე გადებთ ხელებს.
და გიკრავთ გულში. გაძლევთ მთელს სიყვარულს და მთელს მხარდაჭერას, მთელს სითბოს. ამავდროულად თქვენ აგრძელებთ ყოფნას თქვენს თავში. უბრალოდ ისუნთქეთ და დააკვირდით, როგორ უყვარხართ ცხოვრებას. მან მოგცათ უფლება დილით გაგეღვიძათ და გეცხოვრათ, გეთამაშათ, გენახათ სხვადასხვა სეზონები, გესწავლათ რაიმე ახალი და უფრო ახლოს მისულიყავით საკუთარ თავთან. ახლა ვეცადოთ ეს მადლიერი გრძნობა ამოვწიოთ ზევით, გულიდან, ცხოვრებისადმი. ეს უეჭველად არის თქვენში და მის გარეშე შემდეგ ნაბიჯს ვერ გადადგამთ. თუ არ არის მადლიერება, არის შიში. ცარიელი კი არაფერი არ შეიძლება იყოს რაიმე. თქვენ გულში არ შეიძლება იყოს სიცარიელე, აუცილებლად უნდა იყოს გრძნობა. გრძნობა, ეს არის საიდუმლოს გასაღები, ან მადლიერება, ან შიში. რომელი გრძნობაც გააქვთ, ის აისახება თქვენს ირგვლივ ყველაფერში. თუ რამის გეშინიათ, ესე იგი თქვენ შეწყვიტეთ მადლიერება. ესეც მთელი საიდუმლო, ცივილიზაციის გზავნილი. მადლობელი ვარ თითეულის, ვინც გამომიგზავნა ენერგია და ვიბრაცია გაგების და თანადგომის ყოველ გზაზე და გიზიარებთ ამ ნაწილს. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ნეგატიურ ენერგიას უშვებდა და შემქმნა მე საოცრად ძლიერი, გამძლე, ურყევი. ამ ენერგიას ისევ გადმოგცემთ თქვენ, როგორც ესტაფეტას, თქვენი მზაობის და მიხედვით. მე მზად ვარ, ვიყო მადლიერი, ყოველ დღე ვიყო მადლიერების ვიბრაციებზე, ვიყო მადლიერი 10%-ით უფრო მეტად ვიდრე აქამდე. და როცა მივაღწევ ნიშნულს 1000%-ზე, მატრიცა დამანახებს სასწაულს. საზღვრები წაშლილია, არ არის ლიმიტი. არ აქვს პროგრამები განათლებულ გონებებს. ყველაფერი მარტივია. ყველაფერი გამოვა. უბრალოდ არ დანებდე. მე და სულების ჯგუფი ყოველთვის შენ თავად.